მარადიული სტუმრები, ასე ქვია მწერალ პაატა ქურდაძის მიერ გადაღებულ ფილმს, რომლის ჩვენებას დღეს საღამოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში შედგება. ფილმში საუბარია ჩვენი საზოგადოების ინტერესის დაბალი ხარისხის შესახებ იმ თანამემამულეთა ისტორიის მიმართ, რომელთაც ეროვნულ უმცირესობებს უწოდებთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე საუკუნეებია ჩვენს მიწაზე ცხოვრობენ, ჩვენ მაინც სტუმრებად ვთვლით მათ, ამბობს ავტორი. ფილმის ჩვენება 7 საათზე დაიწყება და მისი დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართება, რომელშიც ავტორთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ისტორიკოსები და ჟურნალისტები. მოედანს კონკორდის ცნობილი ფაქტია, საქართველოში არასდროს არ არსებობდა ნაცისტური პარტია, ეს ჩამოყალიბებული, რომ ნაციზმის საშინელებაა, მაგრამ ეს მაინც იდეოლოგია ჩარჩოში. ლაპარაკია იმაზე, რომ შენ უნდა იცოდე იმ ხალხის შესახებ, ვინც ცხოვრობს შენთან საფრანგეთში. თავი დავანებოთ მარინ ლე-პენის გარდა უამრავი ფილმია გადაღებული. ჩვენ ვიცით საფრანგეთში უცხოელების კონტრიბუცია ამ ქვეყნის მშენებლობაში.